წინა ლექციაზე ჩვენ დავიწყეთ საუბარი კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ აი თუ რამე კითხვები თუ გაქვთ ეს კითხვები ჩაინიშნეთ და ლექციის ბოლოს წესით რო გვექნება და განვიხილოთ. ჩვენ წინა ლექციაზე დავიწყეთ საუბარი ფერმენტების შესახებ. ანუ აღნიშნეთ რომ რატომ არის საინტერესო ფაქტიურად ჩვენ ორი ჯგუფი ცილებისა განვიხილეთ შეიძლება ითქვას საინტერესო ჯგუფი ერთი ეს იყო როდესაც საუბრობდით ჩვენ ცილების კლასიფიკაციის შესახებ და იქ აღნიშნეთ გლობულარული ცილებიდან ჰემოგლობინი მისი მოქმედების მექანიზმი და ფიბრილარული ცილებიდან კოლაგენი და ელასტინი მათ მოქმედების როგორც ესეთი მექანიზმი არ აქვს ისინი არიან სტრუქტურული ფუნქციის შემსრულებელი ცილები თუმცა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მაგრამ აი როგორც ესეთი დინამიური ცილებიდან აი ჩვენ აღნიშნეთ ჰემოგლობინი და ჰემოგლობინთან დაკავშირებით რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის ესე ვთქვათ დადგენილი ხომ მერე უკვე როდესაც ხდება დახასიათება ფერმენტებისა ჰემოგლობინი არის სატრანსპორტო ცილა ფერმენტები არიან კატალიზატორები მაგრამ მათთვის რაღაცა მსგავსი მექანიზმი დამახასიათებელია რადგანაც ისინი ორივე არიან ცილები ერთადერთი რითიც ესენი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ეს არის პროდუქტი იმიტომ რომ ფერმენტი წარმოქმნის პროდუქტს და ჰემოგლობინისთვის პროდუქტი ეს არის აირთა ცვლა ტრანსპორტი ჟანგბადის და ნახშირი ეხლა ჩვენ დავახასიათეთ ფერმენტები მათი კლასიფიცირება რა არის კოფერმენტები როგორ მუშაობენ და ასე შემდეგ და მე მინდა თქვენ შეგახსენოთ ეხლა ჩვენ დღეს ვისაუბრებთ თვითონ მექანიზმზე როგორ მუშაობენ ეს ფერმენტები მაგრამ ამისათვის უნდა გავიხსენოთ რომ ჩვენ გვაქვს თერმოდინამიკურად ორი ტიპის რეაქცია ექსერგონული რეაქციები და ენდერგონული რეაქციები ახლა რა იყო ამ რეაქციებს შორის განსხვავება განსხვავება იყო თავისუფალი ენერგიის ცვლილებაში როდესაც თავისუფალი ენერგია პროდუქტ ესე იგი საწყისი მორიაგირე ნივთიერებებისა უფრო მეტია ვიდრე შედეგის ანუ პროდუქტის ამ შემთხვევაში ასეთი რეაქცია არის ექსერგონული ანუ ენერგიის დაკარგვა მოხდა გამოყოფა მოხდა დიდი ულუფის ენერგიის ხოლო ენდერგონული რეაქციები ესენი არიან რეაქციები რომლებიც პირიქით შთანთქავენ ენერგიას და ესე იგი ასეთ შემთხვევაში მორიაგირე ნივთიერებების ანუ საწყისი ნაერთების ენერგია უფრო დაბალია თავისუფალი ენერგია ვიდრე საბოლოო ნაერთის ამის მიხედვით ჩვენ განსაზღვროთ რომ ექსერგონული რეაქცია ეს არის იგივე ეგრეთ წოდებული სპონტანური რეაქცია რადგანაც ენერგიის გამოყოფა ანუ თუ არის შინაგანი ენერგია ეს თავისუფლად შეიძლება მოხდეს თავისთავად ხოლო ენდერგონული რეაქციებს სჭირდება დამატებითი ენერგიის წყარო და ეს ვერ იქნება სპონტანური ეხლა ამ განსაზღვრებასთან დაკავშირებით მოდით ჩვენ ეხლა კიდე დავამატოთ ამას ერთი განსაზღვრება რომ მართალია ეს რეაქციები ვერ მიმდინარეობს აი თქვათ ენდერგონული რეაქციებს სჭირდებათ ენერგია ექსერგონულს არ სჭირდებათ მაგრამ აღმოჩნდა რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის მორიაგირე ნივთიერებები გადადიან მაღალ ენერგეტიკულ დონეზე ანუ ნებისმიერ სიტუაციაში სანამ მოხდება პროდუქტის წარმოქმნა მცირე ულუფა ენერგიის გამოყოფა მაინც ხდება ანუ სანამ ეს სუბსტრატი გარდაიქმნება პროდუქტად ის გადადის კიდევ უფრო მაღალ ენერგეტიკულ დონეზე აი თქვენ თუ შეხედავთ აი ამ გრაფიკებს ხომ თქვენ დაინახავთ რომ აი ნახეთ გარკვეული ზარისებური ფორმა აქვს აი თითქოს რაღაცა აღმავალი ფაზა არის ორივე რეაქციაში ამას არ აქვს მნიშვნელობა ეს სპონტანური რეაქცია თუ არასპონტანური რეაქცია ესე იგი პროდუქტის წარმოქმნამდე საჭიროა რომ სუბსტრატი გარკვეულ მაღალ ენერგეტიკულ დონეზე გადავიდეს და აი ეს განსხვავება ენერგეტიკულ ზღვარში ნახეთ აი ეს აი ამ წითელი ხაზიდან აი ამ თაღამდე და ან პირიქით აქ ხომ აი ამას უწოდებენ აქტივაციის ენერგიას ანუ ეს არის ენერგიის ის ულუფა რაც არის აუცილებელი ნებისმიერი რეაქციის წარმართვისათვის ეს იქნება სპონტანური თუ არასპონტანური რეაქცია ანუ ნებისმიერი რეაქცია საჭიროებს ენერგიის ულუფას რომელსაც აქტივაციის ენერგია ეწოდება უბრალოდ
ეგზერგონული რეაქციებისათვის ეს არის შედეგად გვაძლევს რომ ხდება ენერგიის გამოყოფა, დიდი ულუფა ენერგიის გამოყოფა, ენდერგონული რეაქციების დროს ხდება მცირე ულუფა ენერგიის გამოყოფა, აი ნახეთ აქ ხო არის მაინც ეს ავიდა და ჩამოვიდა. ანუ აქ მაინც ხო გამოყოფა მცირე ულუფის, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მორიაგირი ნივთიერებების ენერგია უფრო დაბალია ვიდრე პროდუქტების ენერგია. ანუ რეალურად მოხდა საერთო ჯამში მთელ გრაფიკს თუ შევხედავთ ენერგიის შთანთქმა. ამ გრაფიკს თუ მთლიანად შევხედავთ მოხდა ენერგიის გამოყოფა. თუ ჩვენ მხოლოდ აი ამ მხარს შევხედავთ აი ამ მხარს, ორივე შემთხვევაში ხდება ენერგიის გამოყოფა, ოღონდ ენდერგონული რეაქციების დროს ეს არის მცირე, ეგზერგონული რეაქციების დროს ეს არის დიდი, რომელიც შემდგომ შეიძლება გამოიყენოს სხვა რეაქციამ და ესეც უცებ. ანუ ეს არის აქტივაციის ენერგია. ანუ აქტივაციის ენერგია არის ის მინიმალური ენერგია, ის მინიმალური, ესე ვთქვათ, ულუფა ენერგიის, რაც აუცილებელია რეაქციის წარმართვისათვის. ეხლა ეგზერგონული რეაქციები სპონტანურს რო ვამბობთ, ნუ ასე თუ ისე გასაგებია, მას აქვს შინაგანი ენერგია, გადავა უფრო მაღალ ენერგეტიკულ დონეზე, ანუ მიაღწევს აქტივაციის ენერგიას, შევა რეაქციაში და გარდაიქმნება პროდუქტი. მაგრამ რა ხდება არასპონტანური რეაქციების დროს? ანუ როგორ აღწევენ ისინი ამ მაღალ ენერგეტიკულ საზღვარს? როგორ აღწევენ ისინი აი ამ წერტილს, რომლის შედეგად ისინი გადადიან პროდუქტის წარმოქმნის სტადიისაკენ? ჩვენ ვიცით ორი მოდელი, ხომ ასეთი. ერთი, რომ ჩვენ მივაწოდოთ ენერგია, ანუ მოვახდიდოთ ენერგიის მიწოდება, ეს ენერგია შეიძლება იყოს სითბოს სახით, ხომ, მაგრამ ცოცხალი სისტემისათვის სითბოს სახით მიწოდება იმდენად ხელსაყრელი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ასე თუ ისე სტატიკურ შინაგან გარემოში ცხოვრობთ და ცდილობთ რომ ეს შევინარჩუნოთ, ხომ? უჯრედი ცდილობს რომ შეინარჩუნოს ეს შინაგანი გარემოს მუდმივობა. და აუცილებელია, თუმცა გარკვეულ პროცესებში აუცილებელია გათბობა და აშლი. მაგრამ მეორე არის, რომ შენ შეიძლება ქიმიური ენერგია მიაწოდო და აი ასეთის ჩვენ მაგათად განვიხილავთ როგორც შეუღლებულ რეაქციებს, ხომ? ან უშუალოდ იმ რეაქციაში მოხდეს ენერგიის გამოყოფა. და მეორე, რომ ჩვენ შევამციროთ პროდუქტის კონცენტრაცია. აი თუ გახსოვთ, თავისუფალი ენერგიის ცვლილება იყო დამოკიდებული ასევე პროდუქტთა კონცენტრაციაზე, სუბსტრატების და პროდუქტების კონცენტრაციაზე, ხომ? სტანდარტული თავისუფალი ენერგიის ცვლილება და სუბსტრატების და პროდუქტების კონცენტრაციაზე. აი, როდესაც აი რო ვითვლით თავისუფალი ენერგიის ცვლილებას, ხომ? ანუ რა ხდება? ჩვენ თუ გაქვს რეაქცია, რომლის პროდუქტი მუდმივად გამოყენებადი, ანუ სხვა რეაქცია იყენებს, ანუ ის მუდმივად მცირდება კონცენტრაციულად, მაშინ რეაქცია ყოველთვის გადაიხრება მარცხნიდან მარჯვნივ. ანუ მორიაგირე ნივთიერებები გარდაიქმნება პროდუქტებად. იმიტომ რომ შენ ამ პროდუქტს აცილებ ამ რეაქციას. და ეს არის ძალიან რეალური, იმიტომ რომ უჯრედში ბიოქიმიური რეაქციები მიმდინარეობს კასკადურად. ერთი რეაქცია მეორე რეაქციის საწყისია. მეორე მესამის და ასე შემდეგ. ანუ ისინი მუდმივად ერთმანეთს უერთებიან. მაგრამ ეს ხო არ არის უჯრედი, ხო არ არის ცოცხალი სისტემა, არ არის პერპენდუმობილი, ანუ მუდმივი ძრავი, ხომ, რომ რაღაცა ციკლურად მოძრაობდეს მუდმივად. არა, მაგრამ ცოცხალი სისტემა არის ღია სისტემა. მას აქვს მიმოცვლა გარემოსთან, აი მე მინდა შეგახსენოთ მაგალითად ბიკარბონატული ბუფერული სისტემა, რომელიც როგორ მუშაობს. ჩვენ ნახშირორჟანგს მუდმივად ამოვისუნთქოთ, მუდმივად ვაცილებთ გარემოს. და რადგანაც ჩვენ შინაგან გარემოს და რადგანაც მუდმივად ვაცილებთ და ჟანგბადს პირიქით მუდმივად შევისუნთქოთ, ამიტომ მუშაობს ბიკარბონატული ბუფერული სისტემა ეფექტურად, თორე ოდესმე ის გაჯერდებოდა, ანუ მუდმივად ის ვერ იმუშავებდა დახურული სისტემის ფარგლებში. ესეც მნიშვნელოვანი, ანუ ორი მომენტი შეიძლება იყოს, შენ შეიძლება ენერგია მიაწოდო და მეორე არის რომ პროდუქტთა კონცენტრაციების შეამცირო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროდუქტთა კონცენტრაციების შემცირება ცოცხალი სისტემისათვის. ასევე ჩვენ როდესაც საუბრობთ თერმოდინამიკაზე, ვთქვით რომ და ეხლა თქვით, აი ეს რეაქცია, სადაც ჩვენ ენერგიის მიწოდებას ვახდენთ, შეიძლება არ იყოს თვითონ ამ რეაქციის ნაწილი. ანუ თვითონ ამ მოლეკულას არ ქონდეს შინაგანი ენერგია, მაგრამ მოხდეს მისი შეუღლება ეგზერგონულ რეაქციებთან. ეს არის გლუკოზის ფოსფორილირების რეაქცია, მაგალითი, ხომ, რომელიც ყველა უჯრედში მიმდინარეობს და ეს არის
უმნიშვნელოვანესი საწყისი გლუკოზის მეტაბოლიზმისა და თქვენ გლუკოზა მოგახსენებათ როგორი მნიშვნელოვანი ნახშირწყალია ეს ყველასთვის ცნობილია ხომ ამას არ ჭირდება ხა დიდი ბიოქიმიური ცოდნა და აი გლუკოზა რომ მეტაბოლიზდეს უჯრედში ანუ რომ გამოიყენოს უჯრედმა აუცილებელია მისი ფოსფორილირება ანუ ეს რეაქცია ცაციცოცხლო მნიშვნელოვანია და ცოცხალმა სისტემას აქვს აი მისი განხორციელების ძალიან ეფექტური მოდელი როდესაც ხდება შეუღლება. ეხლა აი ჩვენ საუბრობთ ხდება შეუღლება, საუბრობთ რომ თქვათ პროდუქტის კონცენტრაცია შემცირდა, წაიღო პროდუქტი რაღაცამ, მაგრამ რა არის ეს? რა აკეთებს ამას ყველაფერს? ძირითად შემთხვევაში ეს ყველაფერი დამოკიდებულია ფერმენტებზე. აი ფერმენტები არიან ის ცილები, რომლებიც ახორციელებენ ყველა იმ ფაქტორს, რაც ჩვენ ახლა ვახსენეთ. ანუ ამის გამო ფერმენტები აკატალიზებენ თქვენ იცით აუცილებლად თერმოდინამიკურ შესაძლო რეაქციებს, მაგრამ არასპონტანურ რეაქციებსაც კი ცდილობენ რომ გახადონ პროსპონტანურ. ანუ ისინი შესაძლებლად აქცევენ შეიძლება ითქვა შეუძლებელ რეაქციას. ანუ ეს თერმოდინამიკულად ისინი ასწორებენ ამას, შეუღლებას აკეთებენ, ან პროდუქტს აცილებენ და სუბსტრატის კონცენტრაცია იზრდება და შესაბამისად ის სუბსტრატი პროდუქტად გარდაიქმნება. თუ პროდუქტი გაიზარდა, პირიქით პროდუქტი სუბსტრატად გარდაიქმნება უკან. ანუ ის რეაქცია უკვე მიმართულებით წავა, მაგრამ ამას ყველაფერს ახორციელებენ ფერმენტები. ეხლა როგორ ახდენს ფერმენტი ამ რეაქციის აჩქარებას? ხა რატომ? თორე ფერმენტი მარტო ის ხო არ არის, რომ ეს სუბსტრატი გარდაქმნა პროდუქტად, ან ეს პროდუქტი გარდაქმნა სხვა პროდუქტად. ეს არ არის მხოლოდ, ან შეაუღლა ეს ორი რეაქცია. არამედ ფერმენტები არიან კატალიზატორები. აი ეს არის მათი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ისინი არიან რეაქციის ამაჩქარებლები, ისინი უბრალოდ კი არ ახორციელებენ ამ რეაქციას, არამედ ამ რეაქციას აჩქარებენ 1000-ჯერ და მეტჯერ. და ამას აკეთებენ ძალიან ეფექტურად. და რეაქციას, როდესაც სჭირდება რაღაცა, შეიძლება ასობით წელი სჭირდებოდეს, უჯრედში ეს ხდება მილისეკუნდების განმავლობაში. აი ჩვენ ახლა რომ საუბრობთ, ხომ? ჩვენ ახლა რომ რაღაცა მოქმედებას ვასრულებთ, ეს არის რეგულაცია. მაგრამ ეს ნივთიერებები, რომ დასინთეზირდეს, ის თქვათ ნეირომედიატორები, ის ჰორმონები და ასე შემდეგ, ის ენერგია, რაც იხარჯება ჩემს მიერ მაგალითად, რომ ვისაუბროთ თქვენს მიერ რომ მოისმინოთ, ეს ყველაფერი არის დამყარებული ფერმენტებზე. ამიტომაც ეს ხდება ძალიან სწრაფად და ძალიან ეფექტურად უნდა მოხდეს. ეხლა ამიტომ კითხვა ყოველთვის იჩნდება, რომ კი ფერმენტები არიან კატალიზატორები, მაგრამ როგორ ახდენენ ამ რეაქციის დაჩქარებას? ფერმენტები ახდენენ აქტივაციის ენერგიის შემცირებას. აი ნახეთ რა არის, ყველა რეაქციას ესაჭიროება ნებისმიერს, რომ ამ მოლეკულამ მიაღწიოს გარკვეულ ენერგეტიკულ ზღვარს, რომ შევიდეს რეაქციაში. აი თქვენ როდესაც ზიხართ, ხომ? თქვენ გჭირდებათ გარკვეული ძალის ხმევა, რომ ადგეთ. ანუ ეს არის თქვენი პროდუქტი, რომ ადექით, ხომ? აი სუბსტრატი რო პროდუქტად გარდაიქმნას, სუბსტრატი უნდა გადავიდეს გარკვეულ მაღალ ენერგეტიკულ დონეზე. მაგრამ რაც უფრო დიდია ეს ენერგეტიკული ზღვარი, მით უფრო ცოტა მოლეკულას შეუძლია ამის გაკეთება. ეხლა რატომ? იმიტომ რომ მე თუ ვიტყვი, რომ აი ჩვენ გვაქვს თქვათ შეჯიბრი, სადაც გადავა მეორე ტურში მხოლოდ ის მონაწილეები, რომელთაც შეეძლებათ 100 კილოგრამიანი თქვათ გირის აზიდვა, ასეთ იქნება საკმაოდ ცოტა. მაგრამ თუ მე დავწევ ზღვარს და ვიტყვი, რომ მეორე ტურში გადავა ყველა ის, ვინც აწევს 10 კილოგრამს, რა თქმა უნდა, გადასულთა რაოდენობა ბევრად უფრო დიდი იქნება. და რაც უფრო მე ამას დავწევ, მით უფრო მეტ ადამიანს შეიძლება რომ გადავიდეს მეორე ტურში. მეტ მონაწილეს შეიძლება გადავიდეს მეორე ტურში. აი ამას აკეთებენ ფერმენტები. ფერმენტები ამცირებენ იმ ზღვარს, ენერგეტიკულ ზღვარს, რაც აუცილებელია სუბსტრატის პროდუქტად გარდასაქმნელად. ანუ ისინი ამცირებენ აქტივაციის ენერგიას. ენერგიას, რომელიც არის აუცილებელი რეაქციის დასაწყებად.
მე ვფიქრობ, უნდა გასაგები იყოს ეს საკითხი, ხო? რამე კითხვა ხო არ არის? არაფერი. კარგით. ეხლა, როგორ აკეთებენ ფერმენტები ამას? არსებობს ესეთი იდეა, რომ ფერმენტები ამას ახორციელებენ ეგრეთ წოდებული გარდამავალი მდგომარეობის შექმნის საფუძველზე. ანუ ისინი მათ გადაყავთ ეს მოლეკულა ისეთ ფორმაციაში, როდესაც მისი გარდაქმნა პროდუქტად მაქსიმალურად შესაძლებელია. ესეც ალბათობაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაქსიმალური ალბათობაა, რომ ესე მოხდება. აი ამისი ვიზუალიზაცია არის ამ სლაიდზე, ხო? აი თქვენ თუ აიღებთ რაღაც გარკვეულ ჯოხს, ეს ჯოხი თავისთავად არ გატყდება, ხო? მაგრამ თქვენ თუ მას რაც უფრო დიდი ძალით დააწვევით გვერდებიდან, მისი შუა წერტილი მით უფრო მყიფე გახდება და მით უფრო დაწოლა იქნება სადღაც შუა წერტილზე ალბათ და სადაც იქნება სისუსტე იქ გატყდება. აი ფაქტიურად ამას აკეთებენ ფერმენტები. რომ მათ გადაყავთ ეს მოლეკულა ისეთ ენერგეტიკულ და ისეთ ფორმაციაში, ისეთ ფორმაში, რომ მაქსიმალურად შესაძლებელია ამ რეაქციის წარმართვა. მაგრამ ეხლა ჩვენ ვიცით, რომ რეაქცია მარტო დაშლის რეაქცია არ არის, შეერთების რეაქციაც არის, ხო? ხლა პირიქით რო აიღოთ ეს რეაქცია, უკან რომ მიდიოდეს რეაქცია. ანუ ფერმენტი აიღებს ორ სუბსტრატს და იმდენად მიუახლოვებს ერთმანეთს და ისეთ მდგომარეობაში დააყენებს ერთმანეთთან, აი გახსოვთ წყალზე ქონდა საუბარი ნუკლეოფილური შეტევა. ნუკლეოფილი არისო წყალი კარგი, რატომ? იმიტომ რომ წყალი ჟანგბადი ახორციელებს, რადგან მას უარყოფითი მუხტი აქვს, თუ ეს უარყოფითი მუხტი კიდევ უფრო გაიზარდა, კიდევ უფრო თუ პოლარიზდა წყლის მოლეკულა, ის რომელიმე ბირთვს დაეტაკება. ანუ დაამყარებს მასთან კავშირს და წარმოქმნის კოვალენტურ მასს. ჟანგბადი არ არის მარტო წყალში. პოლარიზებული ჟანგბადი. ჟანგბადი გვაქვს მაგალითად სერინში, ხო, ამინომჟავა სერინში, სადაც ჰიდროქსილის ჯგუფია. ისიც შეიძლება პოლარიზდეს. ეს გვაქვს მაგალითად ნუკლეოტიდებში. ანუ თუ შენ ორ აგენტს, რომელთაც ერთმანეთთან პოტენციურად შეუძლია კავშირის დამყარება, ერთმანეთს მიუახლოვებ, შენ გაზრდი ალბათობას მათ შორის რეაქციის წარმართვის. ანუ თუ ისეთ პირობებს შეუქმნო მათ რეაქცია წარმართონ, ისინი ერთმანეთს დაუკავშირდებიან. ან მეორე შემთხვევაში დასცინდნენ. ანუ რეალურად რეაქცია ხო ეს არის ან შეერთების, ან დაშლის, ხო? და რა თქმა უნდა ეს შეიძლება არ იყოს ასეთი მარტივი, შეიძლება იყოს სამი აგენტი ერთად, ან რამოდენიმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრინციპი ყოველთვის ერთნაირად მუშაობს. აი ეს არის გარდამავალი მდგომარეობა. ეხლა ჩვენ რო განვიხილოთ კონკრეტულ მაგალითზე. რა არის თვითონ აი კონკრეტულ მაგალითზე, იმიტომ რომ მე შემდგომისთვის ეს გამოგვადგება. აი ეს არის რეაქცია, მე სპეციალურად არ დავწერე არაფერი სახელები, ესე ვთქვათ, ეს არის რეაქცია, რომელიც მიმდინარეობს მიტოქონდრიის მატრიქსში, ანუ მიტოქონდრიის შიგთავში. არსებობს ესეთი ციკლი, რომელიც თქვენ მოგეხსენებათ წესით, ამას ქვია ლიმონჟავა ციკლი, კრეფსის ციკლი, რომელიც არის ყველა ბიოქიმიკოსისთვის, ესე ვთქვათ, ქვაკუთხედი და მეტაბოლიზმის, როდესაც ისწავლით, ამაზე აუცილებლად გთხოვთ, რომ გაამახვიდოთ ყურადღება და მისი პირველი რეაქცია არის 4 ნახშირბადიანი ოქსალოაცეტატის და 2 ნახშირბადიანი აცეტილკოენზიმას ერთმანეთთან დაკავშირება. მაგრამ ეს რეაქცია მიმდინარეობს გარკვეულ ეტაპებში. ეს არ არის მარტივი რეაქცია. ეს ამ ფერმენტს ეწოდება ციტრატ სინთაზა. ეხლა რას აკეთებს ციტრატ სინთაზა? ის წარმოქმნის მოლეკულას ATF-ის ენერგიის გამოყენების გარეშე. ხომ ჩვენ ვიცით, რომ სინთაზები არიან მასსინთეზირებელი ფერმენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან ლიაზებს, თუმცა ისინი ასინთეზირებენ ATF-ის გამოყენების გარეშე. ეხლა რა ხდება ნახეთ ეტაპები? პირველ ეტაპზე ამ ფერმენტს, ეს დიმერული ფერმენტია, ანუ ეს არის კომპლექსური ცილა, ანუ მეოთხეული სტრუქტურის მქონე ცილა, უკავშირდება მის აქტიურ ცენტრში. აი ეს 4 ნახშირბადიანი ოქსალოაცეტატი. და ნახეთ რა სიწვევს კონფორმაციულ ცვლილებას. აქტიური ცენტრი
ში გარკვეული ამინომჟავები გადაადგილდებიან, აქ წერია 18 ანგსტრემით. ეს მცირე მანძილია, მაგრამ მოლეკულისათვის შეიძლება საკმაოდ დიდი იყოს. აი, როგორც კი ოქსალოაცეტატი დაუკავშირდება ამას და ეს შეიცვლის კონფორმაციას, მას ეძლევა საშუალება, რომ დაიკავშიროს მეორე სუბსტრატი, რომელსაც აცეტილკოენზიმი ეწოდება. ეხლა ნახეთ რა არის ოქსალოაცეტატის მიმართ ამ ფერმენტს პირდაპირ შეთავსებულობა აქვს. ეს რომელია? ეს არის კლიტე გასაღების მოდელი, ხომ? ეს არის მოდელი, როდესაც პირდაპირ შეთავსებულობა სუბსტრატსა და ფერმენტს შორის. მაგრამ მისმა დაკავშირებამ გამოიწვია მეორე სუბსტრატის დაკავშირება. ანუ ეს რომელი მოდელია? ინდუცირებული შესაბამისობის მოდელი. ამიტომ თქვენ, როდესაც განიხილავთ აი ამ მოდელებს, იცოდეთ, რომ ეს ორივე რეალურია. არც ერთი არ არის თეორიული, ორივე მუშაობს. უბრალოდ ერთს არ სჭირდება სტიმულაცია და მეორეს სჭირდება გარკვეული ინდუქცია. ანუ სტიმულაცია. ეხლა, ეს დაუკავშიროთ წინასწარ. ეხლა რა ხდება აქტიურ ცენტრში? ჩვენ ვიცით, რომ აქტიური ცენტრი არის გარკვეული უბანი ფერმენტზე, რომელიც და ასეთი უბანი ბევრია. უბრალოდ აქტიური ცენტრი ქვია იმ უბანს, სადაც ხდება სუბსტრატის გარდაქმნა პროდუქტი. არსებობს ფერმენტები, რომელსაც ორი აქტიური ცენტრი აქვს. შეიძლება სამი აქტიური ცენტრი ჰქონდეს. არსებობს მულტიფერმენტული კომპლექსები, რომელთაც ბევრი აქტიური ცენტრი აქვს ერთად. და ეს არის ეფექტურობის გაზრდისათვის რეაქციის. მაგრამ აი ჩვენ რა ვიღოთ თითოეული აქტიური ცენტრი და ის დავახასიათოთ. ჩვენ ვიცით, რომ ის ძირითადად არის წარმოდგენილი აქტიური პოლარული რადიკალების მქონე ესე იგი პოლარული რადიკალებით, ანუ ამინომჟავების რადიკალებით, რომლებიც არიან პოლარულნი, რატომ? იმიტომ რომ ეს წყლიან გარემოსკენ არის ძირითადად მიმართული. შეიძლება აქ იყოს ჰიდროფობული რადიკალებიც, აი მაგალითად თუ ცხიმოვანი მჟავების, ანუ ლიპიდების დაშლის პროცესში მონაწილე ფერმენტები არიან, მაგრამ ძირითადად ეს პოლარული რადიკალის მქონე ამინომჟავების პოლარული რადიკალის მქონე ამინომჟავების რადიკალები არის აგებენ ამ აქტიურ ცენტრს. და ჩვენ ვიცით, რომ ეს რატომ არის? ეს რადიკალები რეალურად არის დაკავშირების ადგილები. აი ჩვენ როდესაც ვამბობთ კლიტე გასაღების მოდელი, ეს არის ის, რომ ეს სუბსტრატი ჩაჯდა ამ აქტიურ ცენტრში, როგორ მაინც ფორმით არ არის. ჩაჯდა, ანუ დაუკავშირდა მის რადიკალებს, მის ამინომჟავის რადიკალებს ეფექტურად. და ეს ჩაჯდომა ეფექტურია სუსტი, მაგრამ ეფექტური. რატომ სუსტი? იმიტომ რომ ის აუცილებლად უნდა დაიშალოს. თუ არ დაიშალა, მაშინ ეს ფერმენტი ინაქტივირდება. ეხლა, აი ნახეთ, ეს არის ოქსალოაცეტატი, ეს ყვითელი და შემოვიდა ეს აცეტილკოენზიმა. აი როგორც კი შემოვიდა, ნახეთ, რატომ შემოვიდა? როდის შემოვიდა? აი როდესაც ეს ჰისტიდინი აქ არის აი ამ პროტონიზირებულ, დეპროტონიზირებულ მდგომარეობაშია აქ, ხო? და წარმოქმნის აქ წყალბადურ ბმას, ანუ ჰისტიდინი ამ აცეტილკოენზიმას კარბონილის ჯგუფთან წარმოქმნის წყალბადურ ბმას. მაგრამ ნახეთ, ამ წყალბადურ ბმას რო წარმოქმნის, ისეთ პოზიციაში ამყოფებს ამ აცეტილკოენზიმას, რომ ეს არის ახლოს ასპარტატთან, ამინომჟავ ასპარტატის რადიკალთან. თქვენ იცით, რომ ამინომჟავ ასპარტატი ეს არის მჟავა უარყოფითად დამუხტული, ანუ პოლარული დამუხტული ამინომჟავი. აი ეს არის პირველი ეტაპი, ორივე სუბსტრატი დაუკავშირდა ფერმენტს. ეხლა რა ხდება შემდეგი ეტაპზე? აი რადგანაც ეს ასპარტატი არის უარყოფითად დამუხტული, ხო? და ის არის მჟავა, კარბოქსილის ჯგუფი მჟავა, მაგრამ კარბოქსილის ჯგუფი, ანუ CO-ში არის მჟავა, მაგრამ კარბოქსილატი, ანუ CO- არის ფუძე, ხო? მას შეუძლია მიიერთოს. რადგანაც აქ ის ახლოს დგას ამ წყალბადთან, ამიტომაც აი ამ უარყოფითად დამუხტულ ჟანგბადს შეუძლია მიიზიდოს ეს წყალბადი და წაართვას ეს წყალბადი. ეხლა ეს წყალბადი რო წაართვა, აქ ხო დარჩა ელექტრონი ნახშირბადს. ნახშირბადს რა უნარი აქვს, რომ მეორე ნახშირბადთან წარმოქმნას ორმაგი ბმა. და შემდეგ ეტაპზე ნახეთ რა ხდება, წყალბადი წამოვიდა აქ, ანუ ამ ასპარტატმა იმუშავა როგორც ფუძემ, მიიერთა ეს წყალბადი, ელექტრონი გადმოვიდა აქეთ და რა მოხდა? ერთი ელექტრონი გადახტა ჟანგბადზე და ჟანგბადი დაიმუხტა უარყოფით.
ეს არის მეორე, მაგრამ ეს ამას ქვია ენოლური ნაერთი, იმიტომ რომ აქ აქვს ორმაგი ბმა, ეს არასტაბილური ნაერთი. აი ნახეთ რა ქნა ფერმენტმა, ორი სტაბილური მოლეკულა, ოქსალოაცეტატი და აცეტილკოენზიმა. ოქსალოაცეტატმა განაპირობა აცეტილკოენზიმას დაკავშირება, მაგრამ აცეტილკოენზიმა, რომელიც იყო სტაბილური, ნახეთ გახდა არასტაბილური, რადგანაც აქ ორმაგი ბმა აქვს, ეს ბმა არის ნაკლებად სტაბილური, ანუ ის საჭიროებს გაჯერება, შეიძლება ითქვას, საჭიროებს დაკავშირებას ამ ელექტრონის გაცემას და ამ ელექტრონის გადახტომა აი ამ ნახშირბად, აი ამ კარბონილის ჯგუფზე, რეალურად, ამ კარბონილის ჯგუფზე. აი ამ კარბონილი, ანუ ხდება დაკავშირება აი ამ ნახშირბადსა, აი ამ CH2 ნახშირბადსა და აი ამ ნახშირბადს შორის. და დაუკავშირდება. ეხლა ეს რო დაუკავშირდა ჟანგბადს ხო ქონდა ზედმეტი ელექტრონი, კიდე ერთი ბმა. აი ჟანგბადმა წაართვა ჰისტიდინს. აი ამ მესამე ამინომჟავა ჰისტიდინს წაართვა ეს წყალბადი. ყველაფერი დასტაბილურდა. ანუ აქ არის კავშირი წარმოქმნილი ოქსალოაცეტატსა და აცეტილკოენზიმას შორის, რომელიც თავის მხრივ წყალბადური ბმით არის დაკავშირებული ჰისტიდინის მესამე, ანუ მეორე ჰისტიდინის ნაშთთან. ეხლა ეს ნახეთ როგორც ხელი, ყველა სურათს თქვენ თუ გაიხედათ, როგორც ხელი თითქოს ამოძრავებს მას სხვადასხვა ადგილას. ანუ ხშირ შემთხვევაში გარკვეული რადიკალები მუშაობენ როგორც უბრალოდ დამჭერები. და ახლოს რომ მიიყვანონ ეს ჯგუფი, ანუ თავისუფლად რო არ იყოს ეს ჯგუფი სივრცეში, იმიტომ თუ თავისუფლად იქნება, ის შეიძლება ამოვარდეს კიდევ. და ბოლო ეტაპზე შემოდის წყალი, წყლიდან ჰისტიდინი, თქვენ იცით რომ ამინომჟავა ჰისტიდინის პკ მაჩვენებელი 6 და 0, მას შეუძლია რომ წყალბადის პროტონი მიიერთოს და გასცეს კიდევაც, ანუ აქ ხომ გასცა წინა რეაქციაში. ამ რეაქციაში წყლიდან იერთებს მას, თუ წყლიდან იერთებს, აქ რჩება OH ჯგუფი, რომელიც ჟანგბადი არის პოლარიზებული, ანუ მინუს მუხტი აქვს. ამას თუ აქვს მინუს მუხტი, ამ ჟანგბადს შეუძლია განახორციელოს ნუკლეოფილური შეტევა აი ამ ნახშირბადზე. ამ ნახშირბადზე ნუკლეოფილური შეტევის შედეგად აი ეს ბმა, რომელიც აი ნახეთ, აი ესეთი ესე ვთქვათ, კლაკნილი ხაზით არის დახატული გოგირდსა და ნახშირბადს შორის, რომელსაც ქვია თიოეთერული ბმა, ანუ ეს არის მაღალენერგეტიკული ბმა, ერთ-ერთი ფორმა მაღალენერგეტიკული ბმის გაწყდება. და რომ გაწყდება ეს ბმა. აი ეს ახლა აქ უბრალოდ აღარ ხატი ამდენი, მაგრამ აი ასპარტატიდან ეს გოგირდი, აი ამ ჟანგბადიდან გოგირდი ამ წყალბადს მიიტაცებს. შედეგად რა იქნება? ისევ გვაქვს ასპარტატი, რომელიც არის უარყოფითად დამუხტული. გვაქვს ჰისტიდინი ჩვეულებრივ ფორმაში, გვაქვს ჰისტიდინი, რომელიც არის ისევ წყალბადი აქვს მიერთებული და კოენზიმია S-ში, ან რომელიც არის კოფერმენტი, თქვენ ეს უკვე იცით, B5 ვიტამინის წარმოებული, გამოვა რეაქციიდან და შედეგად ჩვენ წარმოგვექნება პროდუქტი, რომელსაც ეწოდება ციტრატი. ეხლა ეს არის ერთი მაგალითი, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველა ესეთი რეაქცია მიმდინარეობს ასე საფეხურებრივ. ანუ რისი თქმა გვინდოდა ჩვენ, რომ ამინომჟავის რადიკალები საფეხურეობრივად ზოგი წყალბადის მუტაციებით, ზოგი წყალბადის მიერთებით, ზოგჯერ ორი მოლეკულის ერთმანეთთან დაახლოებით და ნუკლეოფილური შეტევის გამოწვევით, ზოგჯერ ჰიდროლიზით, ხომ? აი ამის შედეგად ეს რადიკალები იწვევენ სუბსტრატის გარდაქმნას პროდუქტად გარდამავალი მდგომარეობის გავლით. და რადგანაც ისინი გარდამავალ მდგომარეობაში გადაიყვანენ სუბსტრატს, ზუსტად ეს არის ის, რაც არის აქტივაციის ენერგიის შემცირება, იმიტომ რომ სუბსტრატი, როდესაც არის გარდამავალ მდგომარეობაში, ის არის ძალიან არასტაბილური. ძალიან არასტაბილური რამ კი აქტიურად შედის რეაქციაში. ანუ მისი აქტივაციის ენერგია ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვთქვათ, სტაბილური სუბსტრატის შემთხვევაში. აბა კითხვები ხო არა გვაქვს? თუ რაიმე ისეთი არის, შეგვიძლია ვთქვათ, განმარტოთ. აბა ლიკა. ბატონო გიორგი, ანუ ზუსტად ამ პროცესის გამო ხდება 18 დამოწდა როგორ ერქვა იმ ერთეულს, ანუ 18-ით ანგსტრემი? დიახ.
არა. ლიკა. ის შემოტრიალება ხდება ნახეთ აი საფეხურებრივად როგორ წერია დაუკავშირდა ოქსალოაცეტატი თავის ადგილას. ეს აქ აღარ მიხატია, აქაც არის ამინომჟავების რადიკალები, რომლებიც ამ ოქსალოაცეტატის დაჭერას ახორციელებენ. ძირითადად ეს იქნება ალბათ ლიზინი ან რაღაცა დადებითად დამუხტული ამინომჟავები, რომელიც ოქსალოაცეტატს იჭერენ, ესე ვთქვათ. ან სერინი არის ხშირად წყალბადურ მას წარმოქმნის ხომ იჭერენ. აი როგორც კი დაუკავშირდებიან მათ, ისინი ხო გადაადგილდებიან სივრცეში. აი ნახეთ ჰემოგლობინზე გახსოვთ რა იყო? ჟანგბადი რო დაუკავშირდებოდა, 1 ანგსტრემით ხდებოდა გადაადგილება მხოლოდ. და ის 1 ანგსტრემით გადაადგილება იწევდა აი ამ ცილას შორის, ორ სუბერთეულს შორის გადაადგილებას სივრცეში. კონფორმაციულ ცვლილებას. ეს იყო საკმარისი იმისათვის, რომ მეორე მოლეკულას უფრო ადვილად მიეღო ჟანგბადი. ეხლა აქ რა ხდება? ოქსალოაცეტატი რო დაუკავშირდა, ამან ისე შეცვალა კონფორმაცია ამ აქტიური ცენტრის, რომ აი ეს რადიკალები ალბათ უფრო ეს ჰისტიდინი, რომელიც უკავშირდება ამ აცეტილკოენზიმას, მისი ექსპოზიცია მოახდინა, ანუ ის ჰისტიდინი გამოჩნდა და უკვე არის დაკავშირების ადგილი აცეტილკოენზიმასთან. ეხლა ეს ხო ჩემი დახატულია, ხომ? ეს ხო არ არის ხა რეალური სურათი. ეს არის დარგული პრინციპული ისა, განმარტება რა ხდება. მაგრამ ანუ მაგას გეუბნებით მე რომ ინდუცირებული შესაბამისობის მოდელი ეს არის დაუკავშირდა რაღაცა აქტიურმა ცენტრმა შეიცვალა ფორმაცია ნიშნავს იმას რომ შეიცვალა სივრცული განლაგება კონფორმაცია შეიცვალა ამ ამინომჟავების რადიკალების და უკვე გამოჩნდა ის ადგილები სადაც კლიტე გასაღების ზოვის მოდელით სხვა რაღაცა შეიძლება დაკავშირდეს გასაგებია ამ შემთხვევაში ეს არის აცეტილკოენზიმა მაგრამ ეხლა ეს ერთი ეტაპია. მეორე ეტაპი არის რომ როგორ ხდება გადაადგილება. და მაგას გეუბნებით მე რომ აი ნახეთ, აი ეს რეაქცია რაც არის, ეს არის აცეტილკოენზიმას გადაყვანა მაღალ ენერგეტიკულ დონეზე. რომ ის არასტაბილურია, ის საჭიროებს რაღაც რეაქციაში შესვლას აუცილებლად. რომ აქ აქვს ნახეთ ორმაგი ბმა, აქ აქვს ჟანგბადი, რომელიც უარყოფითად არის დამუხტული. ანუ ამ ჟანგბადს შეუძლია რაღაცასთან დაკავშირება, ამ ორმაგბას, ამ ელექტრონს შეუძლია გადახდეს სხვაგან. ანუ ამ ნახშირად შეუძლია სხვა ნახშირებთან დაკავშირდეს კიდევ. ანუ შესაბამისად, აი ეს არის ის გარდამავალი მდგომარეობა, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ მივიღოთ აი ესეთი ნაერთი, რომელიც არის უკვე დაკავშირება ორ მოლეკულას შორის. ეხლა ეს არ არის საბოლოო პროდუქტი, ხომ? საბოლოო პროდუქტი მიიღება, შეიძლება ითქვას ჰიდროლიზის შედეგად. ანუ ჟანგბადის ნუკლეოფილური შეტევის შედეგად და ეს მაღალ ენერგეტიკული ბმა აქ წყდება. მიიღებს ამ წყალბადს. ანუ ნახეთ საბოლოო ჯამში ჩვენ რა მივიღეთ პროდუქტები, რომლებიც გამოიყო, მაგრამ ფერმენტის აქტიური ცენტრი დარჩა იგივე, როგორიც ჰქონდა საწყისი. პირველი. ანუ იდეა ეს არის, რა თქმა უნდა, რადიკალები რეაქციის მიმდინარეობის დროს განიცდიან ცვლილებებს თვითონ, მაგრამ აუცილებელია ამას ინგლისურად თქვა recharge, ანუ ხელახალი დამუხტვა, ხე მუხწი არ მისცემ ყველას, მაგრამ ეს არის აღდგენა. ანუ აღდგენა საწყისი პოზიციის. ამიტომაც ვამბობთ, რომ ფერმენტი როდესაც შედის რეაქციაში, ის გარდაქმნის სუბსტრატ პროდუქტად, მაგრამ გათავისუფლდება უცვლელად. ანუ უცვლელად ნიშნავს იმას, რომ ის რადიკალები, როგორიც იყო, ისევ იგივე არის. ისევ არის უკვე მზად ახალი სუბსტრატის მიღების. გავიგეთ? დიახ, მადლობთ. კარგი, რამე კითხვა ხო არ არის აბა კიდე? თუ არის რამე მოკლე კითხვა? არა. კარგი. ეხლა თერმოდინამიკა ჩვენ გვაძლევს ინფორმაციას, ეს რეაქცია წავა თუ არ წავა. და რა არის საჭირო იმისათვის, რომ წავიდეს. ანუ თერმოდინამიკა ახასიათებს საწყის და საბოლოო რეაქციას. მაგრამ თერმოდინამიკა ჩვენ არ გვაძლევს ინფორმაციას ამ რეაქციის მიმდინარეობის შესახებ თვითონ. ანუ არ ახასიათებს რეაქციას. ის ახასიათებს მხოლოდ ენერგიის ცვლილებას ამ რეაქციაში. და დარგი, რომელიც ახასიათებს რეაქციის მიმდინარეობას და მასზე გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებას, ამას ეწოდება კინეტიკა. სხვადასხვა კინეტიკა არსებობს,
მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს საუბარი ფერმენტულ რეაქციებზე, ეს არის ფერმენტული რეაქციების კინეტიკა. ეხლა ფერმენტული რეაქცია, იცით თქვენ მოგეხსენებათ ხომ? ეს არის ეს და ორი მეცნიერი მიხაელისი, მეგონი ლაურენს მიხაელისი და მაუდ მენტენი, რომელმაც 1913 წელს დაახლოებით გამოაქვეყნეს შრომა, სადაც ისინი ახასიათებდნენ ფერმენტულ რეაქციას. ანუ რეალურად ისინი ახასიათებდნენ ფერმენტ-სუბსტრატული კომპლექსის წარმოქმნას და მის დისოციაციას. და ამ ფერმენტ-სუბსტრატულ კომპლექსს უწოდებენ ასევე მიხაელისის კომპლექსსაც. ეხლა ეს რა რეაქციაა? ეს ჩვეულებრივი რეაქცია, რომელიც ხასიათდება გარკვეული სიჩქარით, სიჩქარის კონსტანტა არის K1, ხომ? K-1, ანუ დისოციაციის კონსტანტა შეიძლება იყოს K-1 და K2, ხომ? აი ეს არის. ეხლა ჩვენ თუ ამას შევხედავთ, აი პირველ ნაწილს რეაქციისას რომ დავაკვირდეთ, ეხლა რო არ გავართულოთ, ეს არის ჩვეულებრივი დისოციაციის რეაქცია, ხომ? ფერმენტ-სუბსტრატული კომპლექსი წარმოიქმნა, ფერმენტ-სუბსტრატული კომპლექსი დაიშალა. ანუ აღმოჩნდა რომ ყოველთვის პროდუქტი არ წარმოიქმნება. ხანდახან ფერმენტს უკავშირდება სუბსტრატი და პროდუქტი არ წარმოიქმნება. ისევ სუბსტრატი გამოიყოფა. ზოგჯერ გამოიყოფა პროდუქტი, მაგრამ ესე იგი ფერმენტ-სუბსტრატული კომპლექსი ორივე მხარეს შეიძლება დისოცირდეს. წარმოიქმნას მხოლოდ ერთ მხარეს. აი ამ რეაქციას არ აქვს უკან გზა, რატომ? ძირითად შემთხვევაში არის რა თქმა უნდა გამონაკლისი. ძირითად შემთხვევაში. იმიტომ რომ პროდუქტი იგივე ფერმენტისგან ხშირად არ გარდაიქმნება ხოლმე სუბსტრატად. იგი ხშირად, მაგრამ არსებობს რა თქმა უნდა მსგავსი მოდელი. მაგრამ ხლა ეს არის რაც დაახასიათეს მიხაელის და მენტენმა. რა თქმა უნდა მის შემდეგ უფრო განვითარდა ეს. ეხლა ეს თუ არის დისოციაციის რეაქცია, ჩვენ შეგვიძლია ეს დავახასიათოთ დისოციაციის კონსტანტით, ხომ? ანუ რისი დისოციაციის კონსტანტაა ესა? სუბსტრატის, ხომ? არა? ფერმენტ-სუბსტრატული კომპლექსის. ანუ დაუკავშირდა და ამიტომაც აღნიშნეს ეს K-1. ეხლა ჩვენ თუ ამ რეაქციას კიდევ უფრო სუმარულად მოვიცავთ და ვინახავთ რომ ფერმენტ-სუბსტრატული კომპლექსის დისოციაციის რეაქცია მხოლოდ ეს კი არ არის, არამედ ესეც არის. უბრალოდ აქ ასოციაცია არ არის. და მათემატიკურად თუ შევხედავთ ამას, ნახავთ რომ K1 ეს არის ასოციაციის კონსტანტა და K-1 და K2 ესენი არიან დისოციაციის. ეხლა ზოგიერთ ლიტერატურაში წერია K2 და K3. ეხლა პრინციპულად ეს ერთი და იგივეა, ხო? უბრალოდ მე გითხარით რომ ეს არის დაშლის რეაქციები, K-1 და K2, ეს არის აწყობის რეაქცია K1. და აი ამას თუ შევხედავთ, აი ესეთ ის. ხო ეს Km რა არის? აი Km იმიტომ უწოდეს Km, იმიტომ რომ ამას ეს ქვია მიხაელისის და მენტენის კონსტანტა, მიხაელისის კონსტანტა. უფრო მეტად ეს მიხაელისის კონსტანტად მოიხსენება. და m იმიტომ არის 100. ანუ ესე იგი Km ეს არის ფერმენტ-სუბსტრატული კომპლექსის დისოციაციის გაერთიანებული კონსტანტა. ეხლა ამისი გამოყვანა ასეთი აუცილებელი არ არის, ეს თუ თქვენ გნებავთ და თუ გამოგადგებათ უფრო შეგიძლიათ ეს გამოიყვანოთ, ვისაც აქვს ძველი წიგნი, ანუ 2013 წლის წიგნი გარკვეული შეცდომები არის, ახალ წიგნში ეს ყველაფერი უფრო გასწორებულია. მე გთხოვთ რომ ეცა თუ ვინმე თქვენ მეგობარს აქვს ახალი წიგნი, ხომ, იქ ის საკითხები, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ, უფრო კარგად არის განმარტებული და გთხოვთ რომ აი იმათგან გადაიღოთ, ან ფოტოები გამოაგზავნოთ, ან იქიდან შეავსოთ ეს ცოდნა. ხომ? ეხლა მიხაელის და მენტენმა შექმნეს აი ეს განტოლება. აი ამ ყველა იდეიდან და დახასიათებიდან გამომდინარე, შექმნეს განტოლება, რომელსაც ეწოდება მიხაელისის და მენტენის განტოლება, რომელიც ახასიათებს ფერმენტული რეაქციის სიჩქარეს. და ეს უდრისობე მაქსიმალური S-ი შეფარდებული Km+S-თან. სადაც V მაქსიმალური არის ფერმენტული რეაქციის მაქსიმალური სიჩქარე, S-ი არის სუბსტრატის კონცენტრაცია, Km არის Km-ს აქვს რამოდენიმე მნიშვნელობა და იმახსოვრეთ. ერთი არის ფერმენტ-სუბსტრატული კომპლექსის გაერთიანებული კონსტანტა, დისოციაციის გაერთიანებული კონსტანტა. მეორე ეს არის Km, რომელიც აქ წერია. Km რიცხობრივად უდრის სუბსტრატის იმ კონცენტრაციას, როდესაც ფერმენტული რეაქციის სიჩქარე არის მაქსიმალურის ნახევარი. და ამას შემდგომში ვნახავთ. ეხლა
ფერმენტული რეაქცია და რა არის ფერმენტული რეაქციის სიჩქარე? ფერმენტული რეაქციის სიჩქარე ეს არის პროდუქტის წარმოქმნა დროში. ან სუბსტრატის შემცირება დროში, ორივე შეიძლება. დროის ფუნქცია არის ეს, ხო? პროდუქტის წარმოქმნა დროში. მაგრამ როგორ რაზე შეიძლება იყოს ეს დამოკიდებული, ხო? ეს რა თქმა უნდა, ის შეიძლება იყოს დამოკიდებული ფერმენტის კონცენტრაციაზე, სუბსტრატის კონცენტრაციაზე და პროდუქტის კონცენტრაციაზე. ანუ ჩვენ ვიცით თერმოდინამიკიდან დაწყებული, რომ კონცენტრაციები არის მნიშვნელოვანი რეაქციის მიმდინარეობისათვის, რა მიმართულებით წავა რეაქცია და რამდენად სწრაფად წავა ესა თუ ის რეაქცია. ეხლა უბრალოდ რამდენად სწრაფად წავა ესა თუ ის რეაქცია, ამას ახასიათებს კინეტიკა, თერმოდინამიკა ახასიათებს რამდენად წავა ეს რეაქცია თუ არ წავა, რა მიმართულებით წავა ეს რეაქცია. და დავიწყოთ თითოეული მათგანი. როდესაც პირველი შემთხვევა ფერმენტის კონცენტრაცია არის მზარდი, სუბსტრატის კონცენტრაცია არის მუდმივი. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წერტილში თქვენ გაქვთ ერთი და იგივე სუბსტრატი. ანუ ჩათვალეთ, რომ თქვენ სუბსტრატი არ გეხარჯებათ, პროდუქტი წარმოგექნებათ, მაგრამ სუბსტრატი გაქვთ სულ ერთი და იგივე. და თქვენ თუ გრაფიკებს გააკეთებთ ამისას, ნახავთ, რომ რაც უფრო იზრდება ფერმენტის კონცენტრაცია, ფერმენტული რეაქციის სიჩქარე მით უფრო მზარდია და მას აქვს სწორხაზოვანი სახე. აი, ნახეთ სწორხაზოვანი სახე. ანუ რეაქციის სიჩქარე, ანუ პროდუქტის წარმოქმნა დროში იზრდება ფერმენტის კონცენტრაციის ზრდის პირდაპირ პროპორციულად. ხო, მეორე გრაფიკიც არის ზოგიერთ ლიტერატურაში ესეც არის. ეს არის დრო და რეაქციის სიჩქარე. ესე იგი, პირველი ფერმენტი, მეორე და მესამე, უბრალოდ კონცენტრაცია ერთმანეთს რო შევადაროთ, ან გნებავთ სხვადასხვა ფერმენტები, ნახავთ, რომ რაც უფრო კონცენტრაცია ფერმენტის არის ბევრი, მით უფრო ის უფრო ნაკლებ დროში ან იგივე დროში წარმოქმნის მეტ პროდუქტს. აი ეს ორი ისე. და ამ დროს ამბობენ, რომ ფერმენტული რეაქციის სიჩქარე არის პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ფერმენტის კონცენტრაციაზე. ხო, მეორე შემთხვევა, რომელიც რეალურად მიხელის და მენტენმა დაახასიათეს. შეიძლება ითქვას და მას მიხელის და მენტენის გრაფიკიც ეწოდება, რომელიც შემდგომში უკვე არის საფუძველი. საერთოდ ეს არის ერთ სუბსტრატიანი ფერმენტებისათვის, ანუ ერთი კონკრეტული აქტიური ცენტრის დახასიათების დროს უმეტესად და მარტივი ფერმენტებისათვის. რთული ფერმენტებისთვის უფრო რთული, ამიტომ ხდება დაყვანა აი აქამდე და მერე დახასიათება. აი ფერმენტული რეაქცია, როდესაც სუბსტრატის კონცენტრაცია იზრდება. საწყის ეტაპზე სუბსტრატი რაც უფრო იზრდება, ფერმენტის კონცენტრაცია მუდმივია. სუბსტრატი იზრდება, ნიშნავს, რომ პროდუქტი უნდა გაიზარდოს, ხო? მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მუდმივი არ არის. აღმოჩნდა, რომ აი როგორც გახსოვთ მიოგლობინის სატურაციის მრუდი რო იყო, დაუკავშირდა ჟანგბადი, მან მოახდინა ტრანსპორტირება, დაუკავშირდა და ის გავიდა პლატოზე. აი მსგავსია აქაც სურათი. სუბსტრატი დაუკავშირდა ფერმენტს, გარდაიქმნა პროდუქტად, სიჩქარე გაიზარდა, მაგრამ თანდათან სიჩქარის ზრდის ხარისხი შემცირდა. ანუ სიჩქარე კი არ შემცირდა, სიჩქარე იზრდება, მაგრამ ზრდის ხარისხი შემცირდა. ანუ სუბსტრატის კონცენტრაციასა და სიჩქარეს შორის აღარ არის პირდაპირ პროპორციული დამოკიდებულება. ანუ რამდენჯერაც სუბსტრატი იზრდება, იმდენჯერ სიჩქარე აღარ იზრდება. და რაღაცა პერიოდის შემდეგ ძალიან დიდი სუბსტრატის კონცენტრაციის შემდეგ ფერმენტები ან რაღაცა სუბსტრატის კონცენტრაციის შემდეგ ფერმენტები გადიან პლატოზე, რომლის შემდეგაც სიჩქარის ზრდა შეუძლებელი. ეს რა მომენტია? როდესაც ყველა ფერმენტი რაც კი არის აქტიურ ცენტრში, ყველა ერთ ფერმენტზე ხო ზოგადად, ყველა ეს ფერმენტი არის გაჯერებული სუბსტრატით. ანუ მაქსიმალური დაკავშირება გვაქვს სუბსტრატის პროდუქტის და თუ თქვენ მაგალითად შეგიძლიათ რომ აი მანქანა შეულიო თქვა განავითაროს 500 ცხენის ძალა, ეს მანქანა 700 ცხენის ძალით ვერ წავა. აი ზუსტად ასეთი არიან ფერმენტები. ფერმენტები ხო არიან ფაქტურად მუშები, ოღონდ ცილები არიან, ხო? მანქანები არიან, ოღონდ ცილები, ისინი უჯრედში არიან. ანუ ისინი წარმოქმნიან პროდუქტს, მაგრამ ისინი თუ გაჯერებულები არიან სუბსტრატით და წარმოქმნეს უკვე ამდენი პროდუქტი, ამაზე მეტ პროდუქტს ვერ წარმოქმნიან იმ დროში. ამიტომაც ისინი მიაღწევენ თავის მაქსიმალურ სიჩქარეს.
ეს არის პირველი კინეტიკური პარამეტრი ფერმენტების, ეს არის ფერმენტ სუბსტრატული კომპლექსის წარმოქმნის მაქსიმალური სიჩქარე, ანუ V მაქსიმალური. ეხლა ან პროდუქტის წარმოქმნის მაქსიმალური სიჩქარე, ანუ V მაქსიმალური. ეხლა V მაქსიმალური ეს საკმაოდ ხედავთ თქვენ რომ ხშირად V მაქსიმალურის მიღწევა საკმაოდ რთულია. ამიტომ დახასიათებისათვის იყენებენ V მაქსიმალურის ნახევარს. V მაქსიმალურის ნახევარს. და ამბობენ რომ substratis ის კონცენტრაცია, როდესაც ფერმენტული რეაქციის სიჩქარე განმეორდება, ხო, ეხლა ხო თქვი, ეხლა უკვე გრაფიკულად არის. როდესაც ფერმენტული რეაქციის სიჩქარე არის მაქსიმალურის ნახევარი, არის Km. ანუ Km უდრის ეს, როდესაც V უდრის V მაქსიმალურის ნახევარს. ამას თუ გამოიყვანთ მაგალითად, აი მიხეილის და მეტენის განტოლებაში თუ თქვენ მაგალითად Km-ის ნაცვლად ჩაწერთ ეს, მიიღებთ რომ V უდრის V მაქსიმალურის ნახევარს. და თუ V-ს ნაცვლად, V0-ის ნაცვლად, ანუ სიჩქარის ნაცვლად ჩაწერთ V მაქსიმალურის ნახევარს, მიიღებთ რომ Km უდრის S. ანუ Km უდრის S, როდესაც ფერმენტული რეაქციის სიჩქარე არის მაქსიმალურის ნახევარი. ეხლა ჩვენ შევატაროთ ორი ფერმენტი. ნახეთ? ორი ფერმენტი, რომელთა V მაქსიმალურები ერთად იგივეა. ანუ ოდესმე ეს წავა და ეს ორი გრაფიკი ერთ პლატოზე გავა. მაგრამ ნახეთ რა არის განსხვავება მათ შორის, რომ ერთის Km არის 0-თან ახლოს უფრო, მეორე Km არის უფრო 0-თან შორს. ანუ რას ნიშნავს ეს? რომ ერთ ფერმენტს, ან წითელ ფერმენტს სჭირდება ნაკლები substratis კონცენტრაცია, რომ მიაღწიოს V მაქსიმალურის ნახევარს. და მეორე ფერმენტს სჭირდება მეტი substratis კონცენტრაცია, რომ მიაღწიოს V მაქსიმალურის ნახევარს. ანუ ჩვენ რო შევადაროთ, თქვათ, ორი მანქანა, ხო? ზოგი სწრაფად, დროში სწრაფად განავითარებს სიჩქარეს, ზოგი ნელა განავითარებს სიჩქარეს. მაგრამ საწვავი თქვენ ერთი და იგივე მიაწოდოთ, ხო? უბრალოდ საწვავს მეც დახარჯავს ხშირად, ხო? ეს შეიძლება მაგალითი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ეს რაც პირველად თქვი, ის უფრო მეგონი გასაგები. ეხლა რას ნიშნავს ეს? ჩვენ ამ ორ ფერმენტს თუ შევადარებთ, ნიშნავს იმას, რომ მათი პოტენცია V მაქსიმალური ერთი და იგივე. მაგრამ რა არის განსხვავება? რა substratis კონცენტრაცია სჭირდება მათ, რომ ეს განავითაროს? აი ეს არის თვისობა. თვისობა, ანუ აფინურობა. თვისობა, ანუ აფინურობა ეს არის სწრაფვა ფერმენტისა substratisადმი. ანუ რამდენად ეფექტურად უკავშირდება ფერმენტი და substrati ერთმანეთს. და თუ ჩვენ გჭირდება ბევრი substrati, რომ მიაღწიო იგივე V მაქსიმალურის ნახევარს, ან V მაქსიმალურს ჯამურად, ხო? შენ გაქვს ესე იგი ფერმენტი, რომელიც დიდად არ არის, დიდი სწრაფვა არ აქვს ამ substratis მიმართ. ანუ ეს ნიშნავს, რომ მისი აფინურობა, მისი თვისობა არის დაბალი. მაგრამ შენ თუ გაქვს ფერმენტი, რომლის Km მაჩვენებელი არის დაბალი, ეს ნიშნავს, რომ მაშინ მისი აფინურობა არის მაღალი. ანუ თუ Km დაბალია, აფინურობა მაღალია. თუ Km მაღალია, აფინურობა დაბალია. ანუ Km და თვისობა ესენი არიან ურთიერთშებრუნებული სიდიდეები, ორივე კინეტიკური პარამეტრია და შეგიძლია შენ სხვადასხვა ფერმენტები, სხვადასხვა ცილები შეადარო ერთმანეთს მსგავსად. და ეს მნიშვნელოვანი პარამეტრია. აი, როდესაც გვაქვს საუბარი მაგალითად იზოფერმენტების შესახებ, ხომ? ეს იზოფერმენტები ესენი ერთმანეთსგან ხშირ შემთხვევაში განსხვავდებიან ზუსტად ამ Km მაჩვენებლით. რა არის თვისობა მათი ამ ფერმენტის მიმართ? აი, თქვენ თქვით, რომ გლუკოზა 6 ფოსფატი. გლუკოზა 6 ფოსფატი სინთეზდება ორი ფერმენტის მიერ, ჰექსოგენაზა და გლუკოკინაზა. ეს ერთი და იგივე ქსოვილში მუშაობს ეს ორივე ფერმენტი, მაგრამ მათ შორის განსხვავება არის თვისობაში. გლუკოკინაზას დაბალი თვისობა აქვს გლუკოზის მიმართ, ანუ მას სჭირდება მეტი გლუკოზა, რომ ეს რეაქცია წარმართოს, ჰექსოგენაზას აქვს ძალიან დიდი თვისობა გლუკოზის მიმართ, ამიტომ მას სჭირდება ძალიან მცირე გლუკოზის კონცენტრაცია, რომ ეს რეაქცია წარმართოს. ეს თვისობა. აი ეს გრაფიკი, რომელიც იყო ესეთი მიხეილის და მეტენის გრაფიკი, იყო პარაბოლური ფორმა რო ქონდა, ჰიპერბოლის ფორმა რო ქონდა. მოახდინეს მისი ამოტრიალება. რატო ის იყო ჰიპერბოლა? ის ნიშნავს, რომ მისი ფუნქცია არის, იქ არის ax + bx, ხო? თუ კვადრატული განტოლება არის მეგონი ის ფუნქცია, მე თუ არ ვცდები. და
მისი დახასიათება უფრო რთულია, ანუ მეტი უცნობია გამოსაკვლელი. მაგრამ მოახდინეს აი ამ სიდიდეების ამოტრიალება, ანუ ერთი გაყვეს ამ სიდიდეებზე, ერთი შეფარდეს ვეს, ანუ გრაფიკი აიღეს ერთ შეფარდებული ვესთან, ერთ შეფარდებული ესთან, არსებობს ამ გრაფიკის ვარიაციები, მაგრამ კლასიკურად ეს არის. ეს იყვნენ მეცნიერები ლაინუერ და ბერკი. ანუ ლაინუერ და ბერკის გრაფიკი, ეს არის ორმაგ შებრუნებულ სიდიდეებიანი გრაფიკი. და ნახეს, რომ ამ გრაფიკმა მიიღო წრფივი ფორმა. წრფები. და ეს წრფის ფორმა რომ მიიღო გრაფიკმა, რეალურად ეს გრაფიკი დაიწყო სადღაც აი აქედან. მაგრამ კმ ეს ხო არის სუბსაიჯ კონცენტრაცია. კმ სუბსაიჯ კონცენტრაცია უარყოფითი ვერ იქნება, ხო? აქ როგორც არის გრაფიკი. ანუ ეს კმ სადღაც უნდა ყოფილიყო აქ, ერთი შეფარდებული კმ-თან იქნებოდა სადღაც აქ. ამიტომ მოახდინეს, რადგანაც ეს გრაფიკი, წრფივი გრაფიკი რო გაეგრძელებინათ და ენახათ გადაკვეთის წერტილი x ღერსთან ამ გრაფიკის, აიღეს -1 შეფარდებული კმ. ანუ ეს გრაფიკი გამოაგრძელეს და ეს წერტილი არის -1 შეფარდებული კმ. ანუ რეალურად აინახეთ რა არის, მე ვთქვი რომ კმ როდესაც არის დიდი, თვისობა არის დაბალი. კმ როდესაც არის დაბალი, თვისობა არის მაღალი. ანუ ეს რა ყოფილა? ერთი შეფარდებული კმ-თან ეს არის თვისობა. ეს არის შებრუნებული სიდიდე კმ-ის. ანუ თვისობა ეს არის ერთი შეფარდებული კმ-თან. და ლაინუერ და ბერკის გრაფიკი არის ძალიან ფართოდ გამოყენებადი ინჰიბიტორების დახასიათების დროს, აქტივატორების, საერთოდ ფერმენტული რეაქციის კინეტიკური პარამეტრების დახასიათების დროს, ლაინუერ და ბერკის გრაფიკს აქვს ძალიან დიდი გამოყენება, იმიტომ რომ ეს არის წრფივი გრაფიკი და ძალიან ადვილად ჩანს ყველა წერტილი მასზე. ანუ ადვილია მისი დახასიათება. ეხლა ფერმენტი ეს არის ცილა. ანუ ფერმენტი შესაბამისად არის დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე, თქვენ იცით ხო ეს ამაც ვისაუბრეთ დავწვილმამდე, მაგრამ ყველა ფერმენტს აქვს თავისი ოპტიმალური პირობები. ზოგი მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს, ზოგი დაბალ ტემპერატურაზე, მაგრამ არსებობს გარკვეული ზოგადად მიღებული ტრადიცია, გარკვეული ოპტიმალური პირობების შესახებ. და აი მაგალითად 37 გრადუსი უმეტესი ფერმენტებისთვის ეს არის ოპტიმალური ტემპერატურა. ფიზიოლოგიური pH-ი, რომელიც არის 6-8-დან 8-დან 0-მდე, ეს არის ის ოპტიმალური ფარგალი, ჩვენ ვთქვით, რომელიც არის უმეტესი ფერმენტებისათვის ოპტიმალური. ზოგი ამაზე მუშაობს, ზოგი იმაზე, მაგრამ ეს ფარგალი. მაგრამ ზოგიერთი ფერმენტი, აი მაგალითად პეპსინი კუჩი მუშაობს 1.5-ზე. აი პაპაინი ასეთ ფერმენტი არის, მასზე არ მოქმედებს pH-ის ცვლილება. ანუ ეს არის იმისგან დამოკიდებული, რა ამინომჟავური შემადგენლობა აქვს ამ თუ იმ ცილას, ანუ ამ თუ იმ ფერმენტს. და როგორ იმოქმედებს მასზე შესაბამისად გარემო ფაქტორები, ტემპერატურა და pH, ხომ ძირითადად.